არის მსოფლიოს დასუფთავების აქცია, ტრადიციული ღონისძიება, იმიტომ რომ 1992 წლიდან დაიწყო ეს აქციები მსოფლიოში. გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტრადიციულად ყოველთვის ტარდება საქართველოში და ჩვენც უერთდებით. აფხაზეთის გარემოს დაცვის სამსახურის ინიციატივა იყო, რომ ყველა კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა ჩვენი დევნილებისთან ერთად, დაგვესუფთავებია ის საცხოვრისი, სადაც ისინი არიან, რათა ერთ-ერთი ბრძოლა იყო პანდემიის წინააღმდეგთან კიდევ და თან ყველასთან ერთად ჩავართეთ ამ აქციაში. აფხაზეთის ნომერ 3 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია ამ აქციაში ღებულობს მონაწილეობას. გასულ წელს დავასუფთავეთ თბილისის ზღვაზე ქუალინგის მიმდებარე ტერიტორია. წელს კი გადავწყვიტეთ დაგვესუფთავებინა თვითონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია სკოლისა, რომლის ირგვლივ ფაქტობრივად კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ცხოვრობენ აფხაზეთიდან. 18-19-20 გამოცხადებულია მსოფლიოში დავასუფთავებთ მსოფლიო. მსოფლიო დასუფთავების დღედ არის გამოცხადებული. გარდა ჩვენი სტრუქტურისა, ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთის წარმომადგენლობამ. დილის საათებში ზღვის დასახლებაში ჩავატარეთ დასუფთავების აქცია. შემდგომ გადმოვედით, ახლა ვიმყოფებით თევდორე მღვდლის 13-ში, სადაც არის დევნილთა ჩასახლება, სადაც არის 3 ობიექტი. ცხოვრობს 80-მდე ოჯახი, დევნილი ოჯახი და ვასუფთავებთ სკვერს და მიმდებარე ტერიტორიას. მიზანი ის არის, რომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, ვინაიდან ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ სუფთა გარემოში.